მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებ ტაროს მეშვეობით, რა თქმა უნდა, თემაზე. რა მოულოდნელი სიახლეები შემოვა თქვენს ცხოვრებაში, რა მოხდება ისეთი, რაზეც არ გიფიქრიათ, რაც დაგეგმილი არ გაქვთ, რაც წინასწარ მოფიქრებული არ გაქვთ და ისე მოხდება თქვენს ცხოვრებაში. მოგეხსენებათ, არსებობს ადამიანის არჩევანის თავისუფლება, არჩევანის თემა და არსებობს ასევე ბედისწერის თემაც. ბევრი რამ, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ადამიანის პირად არჩევანზე, პირად გადაწყვეტილებაზე, რომელსაც მიიღებს აწმყოში და შესაბამისად ეს არჩევანი და ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, თავის გავლენას ახდენს მომავლის თემებზე და მომავალზე, მაგრამ არის გარკვეული თემები, არის ისეთი მომავალიც, არსებობს ისეთი მომავალიც, რომელსაც ადამიანი წინასწარ ვერ განსაზღვრავს და შესაბამისად ბევრი რამ ხორციელდება, სრულდება და ხდება ადამიანის ცხოვრებაში ისე, რომ შესაძლოა მას ამის თაობაზე არც უფიქრია, ხომ? არის ისეთი მოვლენები და გარემოებები, რომლებიც ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება ჩვენს ცხოვრებაში ისე, რომ ჩვენ წინასწარ ამ თემებზე არც კი გვიფიქრია. აი, სწორედ ასეთი პროგნოზი მინდა გავაკეთო. სპონტანურად რაც ამოვა, იმაზე ვისაუბრებ და თუ მოვა ეს, ასე ვთქვათ, ინფორმაცია თქვენთან, შეგიძლიათ მოისმინოთ ვარიანტები, როგორც ვაკეთებთ ხოლმე, ანუ სამ ვარიანტად გავაკეთებ პროგნოზს, ან ვთქვათ, მოისმინოთ მთლიანად სამივე ვარიანტის კომბინაციები და მოახდინოთ ამ პროგნოზების სამივე ვარიანტის პროგნოზის სინთეზი თქვენს კონკრეტულ მოცემულობასთან, ხომ? თუ კი ეს ყველაფერი მოვა თქვენთან ახლოს, რა თქმა უნდა. აქვე წინასწარ გავაჟღერებ და ვიტყვი, რომ უფრო დეტალური და პირადი კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ მომწეროთ ნებისმიერ თემაზე ვაკეთებ პროგნოზებს. შეგიძლიათ მომწეროთ Facebook-ის ან Instagram-ის მესენჯერში. ეს შეეხება როგორც ტაროს დარუნების სეანსებს, ასევე ბედის მატრიცის რუკის შედგენის თემასაც. მოგეხსენებათ, მე ამ მიმართულებითაც ვმუშაობ. აქ, როგორც ხედავთ, ვარიანტები არ მაქვს წარმოდგენილი. დღეს მინდა ესეთი სახით შემოგთავაზოთ, თან ცოტა ესეთი ჩვენი ინტუიციაც, ვინც მისმენთ და ვინც აქტიურად დაინტერესებული ხართ ჩემი ვიდეო ჩართვებით. ესეთ რამეს შემოგთავაზებთ, რომ თან, ვთქვათ, ჩვენი ქვეცნობიერი, ჩვენი ინტუიცია, ჩვენი წინასწარ ხედვა გავევარჯიშოთ. არ დავდებ ტაროს არკანებს, არ დავალაგებს ამ ვარიანტად, არც ვთქვათ სანთლებს და არც რაიმე სხვა დამატებით დამხმარე საშუალებას. უბრალოდ მოდუნდით, დახუჭეთ თვალები, მიედეთ თქვენს შინაგან ხმას, თქვენს შინაგან წარმოსახვას და სამი ვარიანტი მექნება და წარმოიდგინეთ ის ვარიანტი, გნებავთ ეს შეიძლება იყოს ხედვის სახით, ვიზუალიზაციის სახით, რომ მოვიდეს ციფრი თვითონ, პირველი, მეორე, მესამე, ხო, რომელიც მოვა გონებაში, რომელიც პირველი ამოტივტივდება თქვენს გონებაში, ის ვარიანტი შეგიძლიათ ჩაიფიქროთ. ან შესაძლებელია ეს გაჟღერდეს უფრო, ვისაც სმენითი სენსორიკა აქვს გაურჯიშებული და უფრო ძლიერი. წამოვიდეს ესეთი ინფორმაცია უფრო ხმის სახით გონებაში, პირველი, მეორე ან მესამე ვარიანტი, ხო? არ აქვს მნიშვნელობა, რა სახით მოვა არჩევანი, მთავარია, რომ თუ მაინდა-მაინც ვარიანტის არჩევას მოისურვებთ, აირჩიოთ ამ სახით ეს ვარიანტი, ინტუიციურად, ყოველგვარი დამხმარე საშუალებების გარეშე, დამხმარე ინსტრუმენტიკის გარეშე, ან როგორც აღნიშნე, მოისმინოთ სამივე ვარიანტი და მთლიანი პროგნოზის სინთეზი უკვე მოახდინოთ თქვენს კონკრეტულ თემასთან მიმართებაში. და ნახოთ, მე რა თქმა უნდა
პირველი ვარიანტის ამორჩევლებისთვის რა მოხდება ისეთი თქვენს ცხოვრებაში, რომელზეც წინასწარ შესაძლებელი არ გაქვთ მოფიქრებული და მოაზრებული, მაგრამ აუცილებლად მოხდება, ხო? მოდით ვნახოთ. არკანი ძალა მოდის. პირველივე არკანი უკვე საინტერესოდ იწყება გაშლა. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებს ერთი რამ შემიძლია უთხრა, რომ არის გარკვეული თემები თქვენს ცხოვრებაში, რომელშიც მთელი თქვენი ძალით, მთელი თქვენი ვნებით, თქვენი მთელი ასე ვთქვათ გატაცებით ხართ ჩართული, ხო? იმიტომ რომ პირველივე არკანი გვესაუბრება იმაზე, რომ რა საქმეშიც არ უნდა იყოთ, რომელ გამოწვევაშიც ცხოვრების რომელ ასპარეზეც არ უნდა მოვაწეობდეთ, თქვენ ამ ყველაფერში მთელი თქვენი ენთუზიაზმით, თქვენი მთელი ქარიზმით, თქვენი მთელი მომხიბვლელობით, მთელი თქვენი შინაგანი ძალითა და პოტენციალით ხართ ჩართული. საკმაოდ ძლიერი ფიგურანტი ჩანს აქ მოთამაშე. მოთამაშე კარგი გაგებით ვამბობ, არ ვამბობ ცუდი გაგებით. ვინაიდან არკანი ძალა, ეს არის ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი ქარიზმა, ძალიან დიდი შინაგანი პოტენციალი და ვნებები გააჩნია. აქ არ გულისხმობ რაღაც ისეთ, ვთქვათ, სექსუალური თემატიკის ვნებებს. ეს არის ადამიანი, რომელიც ნებისმიერ გამოწვევაში ჩართულია მთელი თავისი მისწრაფებებით. აი, უფრო ამ თვალსაზრისით მოვიაზრებ. თუ კომბინაციაში დანარჩენ არკანებთან ერთად მოვიაზრებთ ამ არკანს, ეს რაღაცნაირად მაფიქრებინებს, რომ ეს არის გუნდური სამუშაო, გუნდური საქმე, რომელსაც არ აკეთებს ერთი ადამიანი, აკეთებს რამდენიმე ადამიანი და ეს შესაძლებელია ეს გუნდი ადამიანების იყოს დაკავშირებული, ეს ადამიანები იყვნენ თქვენთან დაკავშირებული ემოციურად და ძალიან ახლო იყვნენ თქვენთან, ანუ შესაძლებელია ესენი არ არიან მაინც და მაინც ვთქვათ, ესე დაქირავებული ადამიანები, ვთქვათ, არამედ ესენი არიან ოჯახის წევრები, რომლებთან ერთადაც თქვენ გუნდურად აკეთებთ რაღაცა საქმეს, რაღაცა საერთო ბიზნესი, შეიძლება იყოს საოჯახო ბიზნესი, შეიძლება იყოს რაღაცა საერთო იდეა, საერთო საქმე, რომელიც თქვენ ემოციურადაც გავსებთ. ემოციური ავსებაც მოაქვს ამ საქმეს თქვენთვის და ამავდროულად ფინანსური შემოსავლის წყაროსაც წარმოადგენს, მაგრამ მოულოდნელობა რაც შეიძლება მოხდეს აი ამ ერთგვარად ერთი შეხედვით იდეალურ ვითარებაში, ერთგვარი იდილიაში, რომელშიც არის საქმეც, ფულიც, შრომაც, ოჯახური იდილიაც, თუ შეიძლება ასე ითქვას, ხო? მოხდება რაღაცა მოულოდნელი ცვლილებები, რაც თქვენ აი ამ კურსს შეგაცვლევინებთ. რაღაცა გრანდიოზული, რაღაცა ისეთი წინასწარ განუსაზღვრელი შეიძლება მოხდეს აი ამ ყველაფერში, რაც რადიკალურად შეცვლის თქვენს ხედვებს, თქვენს გეზს, სამომავლო გეზს. და აი ეს გუნდურობის პრინციპი სამომავლოდ დიდი ალბათობით აღარ იმუშავებს და თქვენ შესაძლებელია გადაწყვეტილება მიიღოთ და ჩათვალოთ, რომ ესეთი მუშაობის სტილი უკვე ან აღარ გაკმაყოფილებთ, ან ვერ გაძლევთ ისეთ ავსებას, რომელიც თქვენ გჭირდებათ, ან შესაძლებელია უფრო ინდივიდუალურად საკუთარი თავი დაინახოთ, რომ მარტოს უფრო მეტად შეგიძლიათ, არა ამ გუნდთან ერთად, არამედ თქვენ დამოუკიდებლად განაგრძოთ საქმიანობა. ყოველ შემთხვევაში ტრანსფორმაცია და ცვლილებები იქნება რადიკალურად იმისგან განსხვავებული, რაც არის აქამდე, ან რაც შესაძლებელია უახლოეს მომავალში იყოს თქვენს ცხოვრებაში, თქვენ მიიღებთ რადიკალურ ზომებს და შეცვლით თქვენს კურსს.
შესაძლებელია ამ გუნდურობის პრინციპს გამოეთიშოს ერთი ან რამდენიმე ადამიანი, ან თქვენ თავად მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ ან გუნდს შეცვლით, ან თქვენ დამოუკიდებლად განაგრძობთ საქმიანობას, ან შესაძლებელია ამ გუნდიდან რომელიმე მათგანი გამოგაკლდეთ, იმიტომ რომ აქ ჩანს ორი ვარიაცია, ერთი ის, რომ ვიღაცა რომელიღაც აი ამ გუნდიდან შესაძლებელია გადის თამაშიდან, გარკვეული მიზეზების და გამო, ნუ ახლა ეს აქ არ ჩანს, მიზეზები მრავალგვარი შეიძლება იყოს, ან მეორე ვარიანტი არის ის, რომ თქვენ ეს გუნდი, რა გუნდთანაც ერთად მუშაობთ და აკეთებთ რაღაცა კონკრეტულ საქმეს, აღარ დაგაკმაყოფილებთ და მოგიწევთ აი ამ გუნდურობის პრინციპიდან გადახვევა და დამოუკიდებლად თქვენი საქმის კეთება, ნაბიჯ, ეტაპობრივად ეს არ იქნება რაღაცა სწრაფი განვითარება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეტაპობრივად სტაბილურობა და ფინანსური კეთილდღეობა მოვა თქვენთან ეტაპობრივად, აი ამ გარკვეული ცვლილებების განხორციელების შემდეგ. ყოველ შემთხვევაში მუშაობის, საქმიანობის, შემოსავლის ის წყარო, იმ სახით, იმ ფორმით, რა ფორმითაც გაქვთ დღეს, შეიცვლება სამომავლოდ გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე და როგორც აღვნიშნე, თქვენს საქმეს შესაძლებელია გამოაკლდეს გუნდის რამდენიმე წევრი და მოგიწიოთ ცვლილებები ამ მიმართულებით, ან თავად თქვენ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ დამოუკიდებლად განაგრძოთ საქმიანობა და რადიკალურად განსხვავებულ ზომებს მიმართოთ იმისთვის, რომ არ ჩაგივარდეთ ეს საქმე და ის კვლავ დარჩეს თქვენი შემოსავლის წყაროთ, მაგრამ რაღაცა სხვა ფორმით, რაღაცა რეორგანიზაცია შესაძლებელია მოხდეს, ფორმა შეიცვალოს თქვენი საქმიანობის, რაღაცეები შეიცვალოს და დამოუკიდებლად განაგრძოთ, ასე ვთქვათ, მოღვაწეობა ამ მიმართულებით, სადაც ეტაპობრივად ნაბიჯ მოვა განვითარება. აი ესეთი ინფორმაცია მოგვეწოდა და პროგნოზი პირველმა ვარიანტმა ჩემო მეგობრებო და ვნახოთ მეორე ვარიანტი რას გვეტყვის. და მეორე ვარიანტი. ვნახოთ რა მოულოდნელი სიახლეები შემოდის მეორე ვარიანტის ამომრჩევლების რეალობაში უახლოეს მომავალში, ხო? ვინც აქტიურად უყურებთ ჩემს საჯარო ტაროს სეანსებს, გეცოდინებათ, რომ ზოგადად არ მიყვარს ნეგატიური პროგნოზების გაჟღერება, თუმცა არც ის არ შემიძლია, რომ მოვიგო რაღაცა ვარდისფერი სათვალე და სულ თქვა დადებით ჭრილში ვისაუბრო, ხო? მე ვიცი, არიან ესეთი ტაროლოგები, პრაქტიკოსები, რომლებიც მომისმენია პირადად მეც და სხვებისგანაც გამიგია, რომ სულ დადებით კონტექსტში საუბრობენ საჯარო გამოსვლების დროს, საჯარო ჩართვების დროს და ძირითადად პოზიტივზე, თუ შეიძლება ასე ითქვას, განაწყობენ პოზიტივზე ადამიანებს. მე ამ შემთხვევაში ჩემი მიდგომა ასეთია, რომ ზოგადად ცხოვრება ჭრელია, მოგეხსენებათ, არც სულ კარგი ამბები არ ხდება ადამიანის ცხოვრებაში და არც სულ ცუდი ამბები, ხო? ეს მონაცვლეობა ხდება, ყოველ აღმართს მოსდევს დაღმართი და პირიქით, ხო? ამიტომ ამ შემთხვევაში, ვინაიდან ეს არის საჯარო პროგნოზი და ამას მოусმეს ძალიან ბევრი ადამიანი და ამ ვარიანტსაც შესაბამისად აირჩევს ბევრი ადამიანი, ამიტომ მე კონკრეტულ სფეროზე, ცხოვრების კონკრეტულ სფეროზე არ დავკონკრეტდები და ვისაუბრებ ზოგად ენერგიებზე და უბრალოდ ჩათვალეთ, რომ ეს არის გაფრთხილება, ხო? აქ ჩვენ ვხედავთ ადამიანს, რომელიც რაღაცა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, ხო?
ეს გამოწვევები შეიძლება იყოს დაკავშირებული სამსახურთან, შეიძლება დაკავშირებული იყოს გარკვეულ წინააღმდეგობებთან ოჯახში, ან არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს გარკვეული პრობლემები, თუნდაც ჯანმრთელობის მხრივ. ყოველ შემთხვევაში ჩანს, რომ ადამიანი დიდ ენერგიას ხარჯავს, იმაზე მეც ხარჯავს, ვიდრე თქვათ შედეგობრივად იღებს. ამიტომ სამომავლოდ, ვინც აერჩიეთ აღნიშნული ვარიანტი, გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას, გაუფრთხილდით საკუთარ ენერგოტონუსს, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი დიდი რაოდენობით ხარჯავს ენერგიას და ვერ ახერხებს, რომ საპირწონედ მიიღოს თუნდაც იგივე რაოდენობის ენერგია, შედეგობრივად, ფინანსურად, ემოციების მხრივ და ასე შემდეგ, ხო? ანუ უკუგებას, უკუკავშირს თავისი ცხოვრებისგან, თავისი გარემომცველი რეალობისგან, როცა ვერ იღებს ადამიანი, ასეთ შემთხვევაში ადამიანის ენერგეტიკულ ველში ჩნდება გარკვეული ცარიელი ადგილები, ანუ ენერგეტიკული ღრმულები, თუ შეიძლება ასე ითქვას, სადაც არ არის ენერგია. აი ამ ენერგეტიკული ნაკლებობის შემდგომ, თუ კი ადამიანის ეს მდგომარეობა გააგრძელდება დიდხანს და ის ვერ აღიდგენს თავის ენერგიას, გახარჯულ ენერგიას და ვერ შეივსებს ენერგომარაგს, ამის შემდგომ უკვე იწყება გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები და ეს უკვე ფიზიკურ დონეზე ხდება ამის გამოხატულება. ანუ სანამ ფიზიკურ დონეზე ადამიანი დადგება ჯანმრთელობის პრობლემების თუ სხვადასხვა ავადობების წინაშე, მანამდე ჯერ ენერგეტიკულ ველში ხდება ამის ასახვა, ეგრეთ წოდებული ენერგეტიკული ნაკლებობის სიცარიელის სახით, ხოლო შემდგომ უკვე ჩნდება ფიზიკური ავადმყოფობა. ამიტომ თუ კი თქვენ გრძნობთ, რომ ენერგეტიკულად ხართ ძალიან გადაღლილი, გადამწვარი და დაცლილი, აუცილებლად გაჩერდით, გაანალიზეთ არსებული მდგომარეობა და ეცადეთ, რომ დიდხანს არ დარჩეთ ამ მდგომარეობაში. ასევე რიგი ადამიანების შემთხვევაში შემიძლია ესეთი რამეც ვთქვა, რომ შესაძლებელია ჩვენ აქ ვხედავდეთ, არა ყველას შემთხვევაში დავაზუსტებ, იმიტომ რომ ყველასთან შეუძლებელია ეს მოცემულობა რეზონირდეს. განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც ფიქრობთ, რომ შესაძლებელია გყავდეთ ესეთი ავის მოსურნეები, მტრები, რომლებსაც ან თავად მიუწვდებათ ხელი ესეთ ცოდნაზე, რომ ესეთი ვთქვათ, ხელოვნურად ჩაერიონ თქვენს ენერგოველში, ან აქვთ იმის ფინანსური რესურსი და იმის შესაძლებლობა, რომ მიმართონ ასეთი ცოდნით აღჭურვილ პრაქტიკოს, შავ მაგს, ჯადოქარს, რომელსაც შეუძლია ფლობს შესაბამის ცოდნას, შესაბამის პრაქტიკას, რომ კონკრეტული თანხის სანაცვლოდ, თქვათ, ენერგეტიკული დარტყმა მოგაყენოთ, ხო? აი ესეთი საფრთხეც შესაძლებელია საფრთხის წინაშე დადგეთ, ვინაიდან აქ ხედავთ ესეთ არკანების კომბინაციებს, რომლებიც მიმანიშნებენ, რომ შესაძლებელია არა ყველა შემთხვევაში, კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, მაგრამ ვისაც გაქვთ გონივრული ეჭვი იმისა, რომ შესაძლებელია გყავთ ასეთი ადამიანები თქვენს გარემოცვაში, ან ასეთი ადამიანი, რომელიც გააკეთებს ამას, შესაძლებელია ასეთი რამეც მოხდეს, ამიტომ კარგი იქნება თუ თავს მაქსიმალურად დაიცავთ, მაქსიმალურად იზოლირდებით ამ სიტუაციისგან, ჩაიტარებთ ენერგეტიკულ წმენდებს, თუნდაც თუ თქვათ არ გაქვთ ფინანსური რესურსი თქვენი საკუთარი ძალებით და გაუფრთხილდებით თქვენს ენერგეტიკულ ტონუსს. ვინაიდან ამ შემთხვევაში მე ვერ ვხედავ, რომ ვინმე ან რამე ზურგს გიმაგრებთ, რომ გაქვთ ძლიერი დაცვა და მფარველობა. ასეთი რამე ამ ვარიანტში არ ჩანს. თუ აი ამ კონკრეტულ გაფრთხილებას მოისმენთ და ყურად იღებთ, ამ შემთხვევაში რაღაცა გარკვეული პერიოდის შემდგომ ჩანს ერთგვარი გამონათება თქვენს რეალობაში, არკანი ვარსკვლავი ამოდის, ბოლო დამაგვირგვინებელი არკანის სახით ამ გაშლაში. არკანი ვარსკვლავი ეს არის იმედი, ეს არის რწმენა, ეს არის ოპტიმიზმი და ეს არის შორეული პერსპექტივები, ხო, ვარსკვლავი შესაძლებელია გვეუბნებოდეს, რომ არ დაკარგო იმედი, არ დაკარგო რწმენა საუკეთესო ან უკეთესი მომავლის, მაგრამ იმისთვის რომ დადგეს ის შედეგები, რასაც არკანი
გვაძლევს პროგნოზის სახით, ამისთვის საჭიროა შესაბამისი წინაპირობები და მზაობა ჩვენის მხრიდან, ვინაიდან მხოლოდ იმედის ქონა, ასე ვთქვათ, და მხოლოდ რწმენა კონკრეტული სახის მომავლის, რა თქმა უნდა, არ იქნება არაფრის მომცემი, თუ ჩვენ სათანადო რეაგირებას არ მოვახდენთ. ამ შემთხვევაში, ვინც აერჩიეთ მეორე ვარიანტი, თქვენ გეუბნებით მეორე ვარიანტის ამომრჩევლებს, თუ თქვენ არ იქნებით მზად შესაბამისი წინააღმდეგობების დასაძლევად, ენერგოტონუსის გასაძლიერებლად, შესაბამისად ენერგეტიკული დაცულობის უზრუნველსაყოფად, გულისხმობ თქვენს ენერგეტიკულ ველს, ბუნებრივია იმედი დარჩება იმედად და რწმენაც უკვე ფუჭ რწმენად დარჩება, ხო? ამიტომ ის, ვინც ინფორმირებულია, ის, ვინც იცის მომავალი, რა თქმა უნდა, არის უფრო ძლიერი, შეიარაღებული, მეტი რესურსი აქვს თავდაცვისთვის, ამიტომ გაითვალისწინეთ აღნიშნული პროგნოზი. რა თქმა უნდა, მათ ვისთანაც მოვიდა ეს ინფორმაცია და რეზონირდა ეს ინფორმაცია, ამიტომ გაუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას, გაუფრთხილდით საკუთარ ენერგოტონუსს, ენერგიებს, ფუჭად არ გახარჯოთ, ფუჭ ომში, დაპირისპირებაში, ნუ გახარჯავთ თქვენს ენერგიებს, მოუფრთხილდით საკუთარ თავს, ჯანმრთელობას, საკუთარ ენერგოტონუსს და ყველაფერი იქნება უფრო უკეთ, ვიდრე ვთქვათ არის დღეს. აი ესეთი ინფორმაცია მოგვეწოდა მეორე ვარიანტმა და მოდით ნახოთ მესამე ვარიანტი. და მესამე ვარიანტში ამოდის არკანი ფორტუნა. პირველივე არკანის სახით, იგივე ბედის ბორბალი. რატომ ამდენი ხმალი? რა გაქვთ დასამტკიცებელი, რა გაქვთ ძალიან ბევრი ხმლები ამოდის მესამე ვარიანტში. ბევრი საფიქრალი, ბევრი თავის ტკივილი. ცვლილებები აუცილებლად მოხდება თქვენს ცხოვრებაში, რაღაც მოულოდნელი ცვლილებები, იმიტომ რომ ფორტუნა ეს არის მოძრაობა, ეს არის ბევრი მყისიერი ცვლილება. და ამ ცვლილებების შემომტანი თქვენს ცხოვრებაში შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ესეთ პიროვნებასთან, უფრო მამაკაცური ენერგიები ამოდის, აქ თქვარი ხმლების მეფე ეს ძალიან მკაცრად განმსჯელი ადამიანია, ძალიან მკაცრი, ისეთი ძლიერი ინტელექტუალური შესაძლებლობების, ან ისეთი კრიტიკული ბუნების, არიან ესეთი ადამიანები, რომლის მოსაწონსაც ვერაფერს ვერ გააკეთებ ადამიანი, ხო? სულ გაკრიტიკებს, სულ შენიშვნებს გაძლევს, სულ რაღაც სითარი უკმაყოფილოს, სულ რაღაც აღიზიანებს, ხომ არიან ესეთი ადამიანები. აი, რაღაცა შესაძლებელია კრიზისი და საფიქრალი ერთგვარი სანერვიულო დაკავშირებული იყოს ესეთ ადამიანთან. მე არ ვიცი, ვინ არის ეს ადამიანი. შეიძლება იყოს სამსახურებრივად დაკავშირებული ადამიანი, შეიძლება იყოს თქვენს შიდა წრეში, ოჯახურ გარემოცვაში მყოფი პიროვნება, ან შემოვიდეს ესეთი ადამიანი, მოგიწიოთ ასეთ ადამიანთან ურთიერთობა, მე არ ვიცი, მაგრამ ცვლილებები აუცილებლად იქნება. აი ამ მხრივ უფრო მენტალური ენერგიები, აქ უფრო ამოდის უფრო ფიქრი, თუნდაც საკუთარ თავთან განმარტოვების პროცესში, ფიქრი, ნერვიულობა, რაღაცა კრიზისი უფრო მენტალურ დონეზე,
და ეს ყველაფერი დაკავშირებულია პიროვნებასთან და მის კონკრეტულ იდეებთან, მის კონკრეტულ ხედვებთან, რომელიც შესაძლებელია დიდწილად არც იყოს მოსაწონი თქვენთვის და დიდად არ მოგწონდეთ, ხომ რაღაც ადამიანი ფატალისტი, ადამიანი რაღაც ესეთი კარმული პიროვნება თქვენს რეალობაში, ანუ თქვენთვის, ზოგადად კი არ ვამბობ, ეს თქვენთან მიმართებაში, ხო? ვინც მესამე ვარიანტი არჩევს, თქვენთან არსებულ ენერგიებში ამოდის ესეთი პიროვნება. შესაძლებელია ამ ადამიანმა რაღაცა კონკრეტული იდეები გააჟღეროს თქვენთან და თქვენ გაგიჩნდეთ რაღაცა საფიქრალი, რაღაცა სანერვიულო, რაღაცა უსიამოვნო, მოკლედ ეს ერთი შეხედვითაც ჩანს, უსიამოვნო ენერგიები, რომლებიც დაკავშირებულია აი ამ პიროვნებასთან და მის დამოკიდებულებებთან თქვენდამე. რაღაც ამ ვარიანტში თითქოს ზოგადად ყოველთვის ერთნაირი რაოდენობის არკანები ამომაქვს ხოლმე თითოეული ვარიანტისთვის, მაგრამ რაღაცა თითქოს დამაკლდა, თითქოს რაღაცა ბოლომდე არ თქვა კარტმა აი ამ არკანების კომბინაციით, სულ 5 არკანი ამოვიღე. მოდით დამატებით კიდევ მივუთითოთ, ამოვიღოთ რამდენიმე არკანი და ვნახოთ რისი თქმა სურს. მესამე ვარიანტს, ხო, მოულოდნელი სიახლეები, მოულოდნელი ენერგიები, ის რასაც არ ელოდებით და მოხდება თქვენს ცხოვრებაში, ხო, მესამე ვარიანტის შემთხვევაში, უახლოეს მომავალში. მესამე ვარიანტისთვის კიდევ რა სიახლეებზე საუბრობ და რა ენერგიებზე საუბრობ მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. აქ უკვე ამოდის კვერთხების დედოფალი. კი ბატონო. ნუ ეს არის კონკრეტული არჩევანის თემატიკა. თქვენი საფიქრალი შესაძლებელია ის მოულოდნელი სიახლეები, რაც შემოვა თქვენს ცხოვრებაში დაკავშირებული იყოს კონკრეტული არჩევანის თემასთან და ბევრ დაფარულ ისეთ გასაიდუმლოებულ, თუ შეიძლება ასე ითქვას, თქვენთვის გასაიდუმლოებულ ვითარებასთან, რომლის დანახვაც ძალიან გაგირთულდებათ, ხომ ძალიან ბევრი ფარული, რაღაცა წყალქვეშა, ერთგვარი რიფებია გასავლელი თქვენის მხრიდან და სწორი არჩევანი გასაკეთებელი, რომელიც არ იქნება მარტივად გადასაწყვეტი თემა, ვინაიდან აღნიშნული არჩევანი დაკავშირებულია ისეთ ორ კონკრეტულ თემასთან, ან რამდენიმე თემასთან, რომელსაც თქვენ ბოლომდე შესაძლებელია ვერ ხედავდეთ, ან ვერ აანალიზებდეთ. ამიტომ ვისაც ასეთი მოცემულობა გექნებათ მომავალში და გაგახსენდებათ აღნიშნული ინფორმაცია, ეცადეთ ყველა მხრივ გადაამოწმოთ, ყველა მოცემულობა, ყველა დეტალი ამ არჩევანთან დაკავშირებით და ეს არჩევანი ისე გააკეთოთ, ვინაიდან დიდია ილუზიებში შესვლის და ცდუნების და შესაბამისად მცდარი არჩევანის გაკეთების ალბათობა. შეიძლება ეს შეეხებოდეს პარტნიორულ ურთიერთობას, შეიძლება ეს შეეხებოდეს საქმიან ურთიერთობას, მაგრამ ყველა შემთხვევაში არის ბევრი ფარული დეტალი და შესაძლებელია თქვენს კონკრეტულ არჩევანთან დაკავშირებით იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არ სურთ, რომ თქვენ სწორი არჩევანი გააკეთოთ და ერთგვარი მტრების როლშიც მოგევლინონ აი ამ გზაზე, ხომ, ამ არჩევანის გაკეთების გზაზე. ამიტომ იყავით მაქსიმალურად მობილიზებული და არჩევ გაზომე ერთხელ გაჭერის პრინციპით იმუშავეთ კონკრეტულ აი ამ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც დაგიდგებათ უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში მათ, ვინც აირჩიეთ მესამე ვარიანტი. აი ესეთი მოცემულობა მოგვაწოდა
პროგნოზი მოგვაწოდა კარტმა. ჩემო მეგობრებო, ვისთანაც რეზონირდა ინტუიციურად, ხო, ჩვენ ვისაუბრეთ მომავალზე და მით უმეტეს ისეთ თემებზე, რომელზეც ჯერ წინასწარ დაგეგმილი არ გაქვთ, მაგრამ თუ ინტუიციურად მოვიდა თქვენთან და იგრძენით, რომ ეს რეზონირდა ინტუიციურ დონეზე, ინტუიციის დონეზე, თქვენთან ჩემი თხოვნა იქნება ენერგობალანსისთვის დაალაიქოთ ვიდეო და გააზიაროთ თქვენს პროფილზე, ხოლო უფრო დეტალური პროგნოზებისთვის შეგვიძლიათ მომწეროთ Facebook-ის ან Instagram-ის მესენჯერში. მე ახლა დაგემშვიდობებით, დროებით მომავალ შეხვედრამდე.